ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ თამარ ჩიკვატიას და ბოლო ცნობებს მოგვაწვდის ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. ჩვენ ახლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში ვიმყოფებით. ეს არის აჭარის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელი, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობდა. მათ შორის რამდენიმე ეტაპად წარიმართა გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომლის დასკვნითი ეტაპით სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ დროისთვის სოფლის ტერიტორიაზე როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო მოძრაობა სრულიად აღდგენილია. ჩვენ ვესაუბრეთ სოფლის მოსახლეობას, ისინი საუბრობენ, რომ დიდთოვლობის გამო რამდენიმე სახის შეფერხება იყო სოფელში, მათ შორის ელექტროენერგია საუბრობენ, თუმცა შესაბამისი უწყებების მუშაობის შედეგად ელექტროენერგია აღდგენილია და ამ დროისთვის სოფლის მოსახლეობას კომუნალური სერვისების შეუფერხებლად მიეწოდებათ. დიდთოვლობის გამო იყო შუქის პრობლემა და მოგვარდა, მეორე დღე ან მესამე დღე შუქი მოგვარდა. ეტაპობრივად გზებიც იწმინდება. დიდთოვლობის გამო პრობლემა შეიქმნა ერთი, რომ შუქის პრობლემა ჰქონდა, გაზის პრობლემა საერთოდ არ ჰქონია. ახლა თოვლი როგორც ასეთი თოვლი გზები ჩაკეტილი ჰქონდა, გავხსენით ერთი გახსნა და ეხლა დღეს ვაწარმოებთ მეორე ეტაპზე რომ გავხსნათ. ამ ეტაპისათვის გაწმენდილი არის ადმინისტრაციის ყველა ცენტრი გარდა ერთი ცენტრისა, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები და ასევე ეტაპობრივად გადავალთ შიდა სასოფლო ჩიხებზე. დაახლოებით 10,000 აბონენტს არ მიეწოდებოდა დენი, მაგრამ ამ ეტაპისათვის აღდგენილია დენის მიწოდება. დაახლოებით 1000-მდე აბონენტი არის დარჩენილი, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ ახლო კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ მოქალაქესთან, ასევე სტიქიის შედეგად დაზიანდა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, დაახლოებით 70 სახლამდეა და თითოეული მათგანი გადაყვანილი არის უსაფრთხო ადგილას და შეისწავლის სტიქიის სალიკვიდაციო კომისია და თითოეულ მათგანს დაუდგებით გვერდში. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.